გილოცავთ კიდევ ერთ მშვენიერ და ბედნიერ დღეს ჩვენს ქალაქში. ეს ფესტივალ კონკურსი უკვე 19 წლისაა და ეს არც თუ ისე ცოტა დროა და აპლოდისმენტები ჭირდება ამ ყველაფერს, იმიტომ რომ 19 წელია კოლხურ-ლაზური სიმღერისა და ცეკვის კონკურს ფესტივალი უკვე დიდ ზეიმს ატარებს, დიდ სიამოვნებას ანიჭებს ჩვენს ქართველ ხალხს, ჩვენს ქალაქს და მთელ საქართველოს, იმიტომ რომ ამ ფესტივალში, ამ 19 წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ძალიან ბევრი უბადლოდ შესრულებული ფოლკლორული სიმღერა თუ ცეკვა. ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება და უკვე 20 წლის ხვდებით მომავალ წელს საიუბილეო თარიღია და აი ეს 20 წლის იუბილე რა თქმა უნდა იქნება განსაკუთრებული, კიდევ უფრო მასშტაბური და კიდევ უფრო დიდი ბედნიერება იქნება არა მხოლოდ ჩვენი ქალაქისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის და მთელი ფოლკლორული სამყაროსთვის და კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღეს. მაშასე აი ეს ფესტივალი, რომელიც უკვე 19 წელია მიმდინარეობს, ძალიან დიდი შრომის და ძალიან დიდი ჯაფის შედეგია და პირველ რიგში მადლობა უნდა გადაუხადოთ იმ გუნდს, რომელიც აი ამ ფესტივალის ჩატარებაზე ზრუნავს და 19 წელია ესე ემსახურება სხვადასხვა კოლექტივებს ამ ფესტივალის ორგანიზებას, ჩვენს მაყურებელს, ძვირფას მაყურებელს და რა თქმა უნდა ყველა იმ ადამიანს, ვინც ოდნა მაინც ჩართულია ამ ფესტივალის ჩატარებაში და აი ამ ძალიან მაგარ გუნდს და რა თქმა უნდა მათ ხელმძღვანელს და რა თქმა უნდა მთავარ ადამიანს ამ ფესტივალისა ბატონ გიგლა თურთიას ხურვალი აპლოდისმენტები და დიდი მადლობა აუცილებლად აი ამ დიდი საქმისთვის. საქართველოს
გული მოჭკადილი ჯანსუნო ქარკაშის ხიორია ჯანსუნო ვარაყამას დეკვირითი ჯანსუნო ოტკიში შაკუბუწვანდი ჯანსუნო კასიგოტურინუა ჯანსუნო მიშკაჩირეთ მიშიჭანდი ჯანსუნო ხესდამბაჩა მოველირი ჯანსუნო კინაკო ხოი ყირიმიში ჯანსუნო გუგოთა ვადგოჩირთუ ჯანსუნო გიღუდანი ჩქიმიშიში ჯანსუნო ათაკმურე გეფახუნი ჯანსუნო გუდირეთუ ბოხოხია ჯანსუნო შაშეკობჯო გუდივარა ჯანსუნო აშამშა მოხოხია ჯანსუნო ნანა ჩქიმიცოდა ჯანსუნო მუჯოკიბირი უძგიძგანს ჯანსუნო ოპტკომასო ჯიმალეფი ჯანსუნო ოპტკომზა ოპტკომას ჯანსუნო ასე პუნქუ თეჟღურას ჯანსუნო მშვიდობის გილოცავ დღევანდელს დღეს მართლაც ლამაზი დღეა ფოთში მე-19 ფესტივალი ბატონი გიგლას თურქიას დაარსებული გახლავთ კარგად მოგესწრება და ყოველთვის წარმატებულად მიდის ეს დღე და ღმერთის ყველობით დღესაც მინდა რომ ყველაფერი მშვიდობად და ლამაზად დავთავრდეს მე მინდა წარმოგიდგინოთ ახალგაზრდა ადამიანი რომელიც არის ჩვენი შთამომავლის კიდევ ერთი მეგობრის ჩვენი გურამ ნარვანიას ვაჟკაცი რომელიც მასთან ერთად მუშაობს და მან დაიმსახურა აკადემიისგან ასეთი ჯილდო წარმატებული მოღვაწეობისათვის და შეტანილი წვლისათვის ქართული ხელოვნების განვითარებაში ჯილდოვდება ირაკლი ნარვანია საქართველოს ხელოვნების ამაგდარის ორდენით გილოცავ ყოველთვის გამარჯვებით და წარმატებით გევლოს ამ ქვეყანაში მოგელოჩებით. სანდრო ნარვანიაც სუსტად ისევე ჯილდოვდება, როგორც ირაკლი დავაჯილდოვეთ. ეტიერება სიხარული და სულ წარმატებებით იარეთ ამ ქვეყანაზე. ჯანო ჯანუაშვილის სახელობის დიპლომით ჯილდოვდება ქორეოგრაფიული ანსამბლი ასკანელი. ქორეოგრაფები შოთიკო და მედია აბაშმაძეები. კოლხურ-ლაზური ფოლკლორული სიმღერისა და ცეკვის ფესტივალ კონკურსი ჯანო ნოდარ ჯანიაშვილის სახელობის დიპლომით აჯილდოვებს ქორეოგრაფიულ ანსამბლს მტრედები. სამხატვრო ხელმძღვანელი გურგენ სამუშია. კოლხურ-ლაზური ფოლკლორული სიმღერისა და ცეკვის ფესტივალ კონკურსი ჯანო ნოდარ ჯანიაშვილის სახელობის დიპლომით აჯილდოვებს ფოლკლორულ ანსამბლს პირიმზე. ხელმძღვანელი გია გურგენაძე. ჩვენ ვიხილეთ ეს ანსამბლი ხალხურ საკრავთა ანსამბლი, რომელსაც ბრწყინვალედ შეასრულა ქართული კომპოზიციები და უდიდესი მადლობა მათ გია გილოცავთ. ფოლკლორულ ანსამბლს მაჭირხოლი. ქორეოგრაფი ბიძინა ჯგერენაია, გთხოვთ. ასევე ქორეოგრაფი
მაკალა გვილავასთან ერთად, რა თქმა უნდა, უღმესი მადლობა გილოცავთ თუთარჩელა. ქორეოგრაფი მალხაზ გვარამია. ქორეოგრაფიულ ანსამბლს ცისკარი. სამხატვრო ხელმძღვანელი რომეო ბულია. ქორეოგრაფი მაკა გვიჩია. ხალხურ ლაზური ფოლკლორული სიმღერისა და ცეკვის ფესტივალ კონკურსი ჯანო ნოდა ჯანიაშვილის სახელობის დიპლომით აჯილდოვებს ქორეოგრაფიულ ანსამბლს ფაზისი. ჩვენი მასპინძლები გილოცავთ მადლობა დღევანდელი დღისთვის ორგანიზატორებს ამ ფესტივალის რამდენი წელიწადია უკვე ეს ფესტივალი არსებობს მოქმედებს და ყველა ბავშვი ყველა ვინც მოდის აქ ყველა მიდის კმაყოფილი ბავშვი მშობელი ქორეოგრაფი დღეს მე ძალიან კმაყოფილი ვარ რომ ჯანო ჯანიაშვილის სახელობის პრიზი სპეციალური პრიზით დავჯილდოვდი და აჯილდოვეს ჩვენი ანსამბლი ქალაქ ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ანსამბლი მტრედები და ძალიან გახარებული ვარ ჯანოს ვიცნობდი და მქონდა კავშირი ჯანოსთან. ყველას დიდი მადლობა, თქვენ დიდი მადლობა, ორგანიზატორებს დიდი მადლობა და მადლობა მთელ საქართველოს, რომ ამდენი მოცეკვავ იზრდება საქართველოში. დაარსებიდან დღემდე უკვე ამ ფესტივალის მონაწილე ვარ, ასე ვთქვათ, სტუმრის როლში, ჟიურის როლში და რაც დრო გადის, უფრო მეტ რაღაც ესე იგი განვითარების ფაზას აღწევს ფესტივალი, უფრო მეტი ჩართულობა არის, უფრო მეტი ოსტატობა ჩანს ჩვენი მოსწავლე ახალგაზრდობის და ეს ძალიან სასიხარულო ამბავია და მე ვფიქრობ რომ აი ასეთი საქმეები ჩვენს ქვეყანაში საქართველოში დიდი საქმის მომტანი არის და ხელს შეუწყოს მოსწავლე ახალგაზრდობის აღზრდის და განვითარების საქმეს. მე ვესალმებ თქვენს ტელევიზიას. მადლობა დღევანდელი დღისთვის. მე ძალიან მოხარული ვარ, იმიტომ რომ დღეს ჩემს ქალაქში, ქალაქ ფოჩი არის ხელოვნების ზეიმი. ზეიმი იმის, რომ დღეს ტარდება კოლხურ ლაზური ფესტივალი. ეს ფესტივალი ითვლის 19 წელს. 19 წლის უკან პირველად მივიღებ ამ ფესტივალში მონაწილეობა და დღემდე ვღებულობ მონაწილეობას, რითაც მოხარული ვარ, რომ ჩემი ბავშვები და ყოველთვის გამოდივარ ამ ფესტივალზე და წარმატებით და მადლობა ორგანიზატორებს, რა თქმა უნდა, ბატონ გიგლას, მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული ამ ფესტივალში, მადლობა იმ ბატონებს, რომელიც ჩამოვზანებული არიან ჩვენი სტუმრები, ადამიანები, რომელიც არიან ჩვენთვის ძვირფასები, დიდებული პიროვნებები, მადლობა ჩემს ანსამბლ ფაზის, რომელიც ჩემ პატარებს, რომელმაც წარმატებით გამოვიდნენ დღეს, მადლობა მშობლებს იქიდან გამოდიან, რომ თუ რამეს დღეს ვაკეთებთ, მათი დამსახურება არის მშობლების და მადლობა ამ ყველაფერს, მადლობა თქვენ ამ ლამაზი დღისთვის და გასშუქებისთვის. დღეგრძელობა და ზეგრძელობა ყველას. მოკლედ ძალიან კარგი დღე ჩატარდა და ტარდება კიდევ. ძალიან კარგი კოლექტივები იყვნენ ჩამოსული. მინდა ორგანიზატორს მადლობა გადაუხადო ბატონ გიგლა თურქიას და რავი, შვენიერი დღე გამოვიდა. ამინდმაც შეგვიწყო ხელი და ყველაფერი გამოვიდა ძალიან კარგად. ძალიან დიდი მადლობა გვინდა გადაგიხადოთ ოჯახის სახელით, რომ დღემდე გახსოვთ ჯანო ჯანიაშვილი, ყველას წარმატებას უსურვებ, წინსვლას უსურვებ და კიდევ ერთხელ ურმესი მადლობა ყველაფრისათვის.
შურგარამონის მარია დაისვის სულის საგალავა შურგარამონის მარია
მშვიდობისა ქალაქ ფოთის სტუმრებო, მივესალმებით ჩვენ სტუმრებს, მოგესალმებით ჩემო ძირფასებო ჟიურის წევრებო. ბატონო გიგლა, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დაარსებიდან დღემდე თქვენთან ერთად მოვდივართ აი ამ ფესტივალთან ერთად და მადლობა თქვენ ესე ლამაზად და ღირსეულად წარმატებულ ჩატარებული ფესტივალისთვის. მადლობა კიდევ ერთხელ თითოეულ თქვენთაგანს. ამ ანსამბლის ისტორია საფუძველი ჩაეყარა 2022 წლის 21 წელს, ვინაიდან სამეგრელოში დაინერგა მასტერკლასები ქართულ ქორეოგრაფიაში, სადაც სისტემატიურად ჩვენს გვერდში იდგა ბატონი უჩა დვალიშვილი, ხელოვნებაცოდნობის დოქტორი პროფესორი და ბატონი გიგლა თურქია. მადლობა თქვენ. იდეა დაიბადა აი ამ გოგო ბიჭებთან ერთად და მინდა განსაკუთრებით მადლიერება გამოვხატო ქალაქ ფოთის ქორეოგრაფიულ ანსამბლ არგონავტების მოცეკვავების და მისი ხელმძღვანელების ქალბატონ ნია ცავა და მარინა ბხაკაძეს მიმართ, ვინაიდან ეს გოგონები თითქმის ყოველ კვირა დადიან ზუგდიდში სარეპეტიციოდ. ასე რომ მადლობას გეუბნებით და რა თქმა უნდა არა მარტო სარეპეტიციოდ, ჩვენ უკვე მოვასწარით უცხოეთშიც გასვლა და რამოდენიმე კონცერტზე მონაწილეობის მიღება. ასევე მათ პატივი ერგო რეზოპულიას სახელობის სიმღერათა ცეკვის ანსამბლ ჩელას უფროსი თაობის საიუბილეო საღამოზე მიიღოთ მონაწილეობა. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ და რა ვიცი, აქ ამ ანსამბლს აერთიანებს სამეგრელოს რეგიონში მოღვაწე ქორეოგრაფები და მათი მოცეკვავეები.
სამეგრელო. წარმატებული შემოქმედებითი მოღვაწეობის ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის ჯილდოვდება თამარ შანავა საქართველოს ხელოვნების ამაგდარის ორდენით. ქალბატონო თამარ, გილოცავთ მერფასურ წარმატებული გამყოფო და თქვენი ანსამბლი, სახელოვანი ანსამბლი კიდევ დიდხანს და დიდხანს ყოფილიყოს ასე აღმავლობ გზაზე. ნუ მოკლედ, ძალიან კარგი ახალგაზრდაა გიორგი, ძალიან კარგი მოღვაწეა ქართულ ხალხური ხელოვნების შემოქმედებაში, კერგოთ არა მარტო ცეკვაზე ლაპარაკი და ქორეოგრაფიაში ზოგადად ადამიანი ძალიან ძვირფასია და მან მართლა დაიმსახურა ეს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ აკადემიის სახელით და როგორც ქალბატონ თამარს, ასევე გიორგი მატუასაც საქართველოს ხელოვნების ამაგდარის ორდენით ვაჯილდოვებთ. გაუმარჯოს მას, სულ წარმატებები გქონოდეთ და იყავით წარმატებული ფილმი. მე მინდა მოვიწიო ანსამბლ ფაზისის წარმომადგენელი. ჩემთან რადგან სპეციალური ასე ვთქვათ ჯილდო გვაქვს გადასაცემი მათთვის. წლების განმავლობაში ანსამბლ ფაზისში წეკვავდა ბატონი გოდერ ძიგახარია, რომელიც აც უკვე გარდაცვლილია და მისი სახელობის პრიზი გადაეცემა ანსამბლ ფაზისს. კოლხურ-ლაზური ფოლკლორული სიმღერისა და ცეკვის ფესტივალ კონკურსი ჯანო ჯანიაშვილის სახელობის დიპლომით აჯილდოვებს ქორეოგრაფიული ანსამბლ ერთსულოვნებას. ქორეოგრაფი ბიძინა თორდინავა. სამეგრელო. სამხატვრო ხელმძღვანელი რომეო ბულია. წინვალე დასასრული იყო ჩვენი ფესტივალის, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ანსამბლ სამეგრელო წარმატებები უსურვოთ. თაობა. ქორეოგრაფი გობა დარახველიძე. ობა გთხოვთ. ხელმძღვანელი ივანე ჯიბლაძე, აი ერთ-ერთი წევრი ამ ანსამბლის. მათე გვასალია, რომელსაც კიდევ ვიხილავთ ჩვენ სცენაზე დღეს. იმედი. ხელმძღვანელი მალხაზ მაკარაძე. ქორეოგრაფები ლაშა დანაია და სალომე გამსახურდია. გილოცავთ. მათაც გადაეცემა ასევე ჯანო ჯანიაშვილის სახელობის დიპლომი. ქორეოგრაფიული ანსამბლი ეპოქა. ქორეოგრაფები მარიამ ძორძობია, გიორგი ხვარცხავა. ქორეოგრაფიული ანსამბლი სამება. ხელმძღვანელი ონისე ჭიტაშვილი. სამა. ქორეოგრაფი ჟანა ქარჩავა, გიორგი მატუა. სახელობის დიპლომით აჯილდოვებს ქორეოგრაფიულ ანსამბლს მეკულე. ქორეოგრაფი ლაშა გარჩავა. ფოლკლორულ
პოჩია. საფირონი ქორეოგრაფი ნოდარ მუჯირი. ჰარაფი ქორეოგრაფი ნიაცავა. ქორეოგრაფიულ ანსამბლს ალექსანდრია. ქორეოგრაფი ონისე ჭიტაშვილი. ქერუბიმი. გამარშანავა ლევან გაბედავა. კოლხი ქორეოგრაფი დავით ფიფია. ქორეოგრაფიული ანსამბლი არგონავტები. სამხატვრო ხელმძღვანელი მარინა ფაგაძე, ქორეოგრაფი ნიაცავა. ნიაზ და მარინას ხო დარჩეს ისევ გამოდით, რადგან ისევ თქვენი ანსამბლი უნდა დაჯილდოვდეს. ჯანო ჯანიაშვილის სახელობის დიპლომით ჯილდოვდება ფოლკლორული ანსამბლი აილა. ხელმძღვანელები ნიაცავა და მარინა ფაგაძე. ჯანიაშვილის სახელობის დიპლომით დაჯილდოვებს ქორეოგრაფიულ ანსამბლს ლილე. ხელმძღვანელი მარიამ ჩოფლიანი. ხოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლის გალობელთა გუნდი, ხელმძღვანელი მარინე ცხოიძე. გუნდება ქორეოგრაფიული ანსამბლი ხეთარი. ქორეოგრაფი ინგა დაბაღუა. ზედასი. ქორეოგრაფი ირინა პიგუავა. ფოლკლორული ტრიო ლიმა. ხელმძღვანელი მათე გვასალია. გილოცავთ. ცერკვის ფესტივალ კონკურსი, ჯანო ჯანიაშვილის
სახელობის დიპლომით აჯილდოებს ქორეოგრაფიულ ანსამბლს ორნატი. ინდირა პაჩულია, ირაკლი ცქირია. ქორეოგრაფიული ანსამბლი ქარაფი, ქორეოგრაფი ნიაცავა. მოგესალმებით ყველას. დღეს ძალიან ლამაზი და კარგი დღე ჩატარდა მორიგი ლამაზი კოლხურ ლაზური კონკურს ფესტივალი. უღრმესი მადლობა ორგანიზატორებს, უღრმესი მადლობა მთლიანად ფოც. მე მინდა წარმატებები ვუსურვო თითოეულ ანსამბლს, თითოეულ გამომსვლელს და მრავალი ასეთი კარგი ლამაზი ღონისძიებები ჩვენს ქალაქს და ზოგადად ჩვენს სამშობლოს. ულოსავ ყველას აი ამ დიდ წარმატებას და ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას. უღრმესი მადლობა ბატონო ბესო თქვენს და ტელეკომპანია ვარსკვლავებს. ძველფასო ტელემაყურებლებო, მინდა მიულოცოთ დღევანდელი დღე ფესტივალ კონკურს ლაზიკას 19 ფესტივალ კონკურსი და მინდა ვუსურვო წარმატებები. როგორც წარმატებულად ტარდებოდა ყოველ წელიწადს, ასევე დღესაც წარმატებულად ჩატარდა. თითოეულ მონაწილეს, თითოეულ ანსამბლს, თითოეულ ხელმძღვანელებს მინდა რომ ვუსურვო ყველაფერი კარგი. დიდი მადლობა ისევ და ისევ ჩვენს ვარსკვლავებს და ორიოდე სიტყვას კიდე იტყვის ჩვენი რეპეტიტორი მოცეკვავეები. დღეს ფოთის 19 ფესტივალ კონკურსში მონაწილეობა მიიღო ანსამბლმა მარდმა. ძალიან კარგად გაართვეს ბავშვებმა თავი და ყველას წარმატებებს ვუსურვებ. მოგესალმებით. დღეს ჩატარდა ქალაქ ფოთში კოლხურ ლაზური სიმღერისა და ცეკვის საერთაშორისო ფესტივალი. სადაც მონაწილეობას იღებდა უამრავი ანსამბლი, ჩამოსული სხვადასხვა ქალაქებიდან და ადგილობრივი კოლექტივებიც. დღევანდელი დღე იყო ძალიან ემოციური ყველა ბავშვისთვის და ყველა მშობლისთვის. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გიგლავ თურქიას ესეთი შესანიშნავი ორდღიანი საღამოსთვის. გილოცავთ კიდევ ერთხელ ბავშვებს და მშობლებს ამ შესანიშნავ ღონისძიებას. დიდი მადლობა ფესტივალის ორგანიზატორებს ამ საინტერესო და სამახსოვრებელი დღისათვის. ჩვენ ვიყავით ამ ფესტივალის მასპინძლები. დიდი მადლობა მოწვეულ სტუმრებს, ჩვენს ჟიურის წევრებს. ძალიან ნაყოფიერი და დასამახსოვრებელი დღე გამოვიდა. ესე იგი, ძალიან ულამაზესი დღე ჩატარდა. გუშინაც დღესაც ტარდებოდა ესეთი ძვირფასი ღონისძიება ამ ქალაქში, რომელიც 19 ჯერ ჩატარდა წელს და მომავალ წელს საიუბილეო წელი არის, 20 წელი უსრულდება ამ ფესტივალს დაარსებიდან და დღითით ყოველწლიურად მიდის უფრო იხვეწება, მუშავდება ისეთნაირად და კოლექტივების იზრდება, გადავდივართ უფრო საერთაშორისო მასშტაბით კიდე გადავდივართ და მადლობა უფალს, რომ გვაძლევს ამის შესაძლებლობას და დიდება უფალს. მადლობა ქალაქის მერიას, მადლობა ყველას, ვინც კი გვერდში დაუდგა ამ ღონისძიებას, ბატონ გიგლას დიდი მადლობა ამის ორგანიზებისთვის და ყველას, ვინც კი გვერდში უდგანა ამ ღონისძიებას, საშვილიშვილო საქმეს. მე მოხარული ვარ, აი მართლაც როგორც ფოთელი კაცი, მოხარული ვარ, რომ დღეს 19 ჯერ ჩატარდა ლაზურ კოლხური ცეკვების ფესტივალი. აი ძალიან გემრიელად ჩატარდა, ამით მას ხელი შეგვიწყო და მე მინდა ყველას, ჩემ გიგლა თურქიას მიულოცო ეს წარმატებული სული ჩადგმელია გიგლა თურქია ამ ფესტივალის და აი გული და სულით ულოცავ ყველა ფოთელს, ჩემს გიგლას, ყველა ფოთელს, მარის ქალიშვილს, ჩემი გიგლას ქალიშვილი მარი კაი გოგო, ნაცეკვია ჩემთან თბილისში ცეკვავდა ჩემ ანსამბლში. მინდა გული და სულით მიულოცო ყველა ფოთელს, ყველა მოცეკვავეს, ყველა ქორეოგრაფს და ყველა მაყურებელს. გული და სულით ყველას ულოცავ და ძალიან
მომავალ წელს ძალიან კარგი ფესტივალი ჩატარდება, ვიცით ჩვენ ეს, რომ მომავალ წელს ტარდება გიგლას 60 წელი, ლაზეკა 30 წელი და ფესტივალის 20 წელიწადი სრულდება. ყველას მიულოცავ და მომავალ წელს შეხვედრას გულისხმობთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება მომავალი წლისთვის. 2 დღის განმავლობაში ქალაქში მიმდინარეობდა საოცარი ღონისძიება, რასაც ქვია ლაზიკას ფესტივალი. ეს არის ჩვენთვის ტრადიციული ფესტივალი, რომელიც უკვე 19 წელია იმართება ქალაქში და რაც თავარია, ეს არის ის ღონისძიება, სადაც უამრავი მონაწილე ჩამოდის, დაახლოებით 1000-ზე მეტი მონაწილე იყო და ჩვენთვის ეს ძალიან დიდი დღესასწაულია, რადგან ეს არის ქართული კულტურის, ქართული გენის საჩვენებელი გამოსვლა, რითაც ჩვენ გვაქვს საშუალება ვიხილოთ კიდევ ერთი საუკეთესო გამოსვლები და რა თქმა უნდა ამისთვის ძალიან დიდი მადლობა გიგლა თურქიას, რომელიც არის აი ამ ფესტივალის ფუძემდებელი, რომელმაც შექმნა ჩაუყარა საფუძველი და რა თქმა უნდა ჩვენი ქალაქის მუნიციპალიტეტს, რომელიც ყოველთვის გვერდში უდგას ფინანსურად ყველანაირად, რომ მხარი დაუჭიროს ასეთი გრანდიოზული ღონისძიებების გამართვას. 2 დღის განმავლობაში ქალაქ ფოთში მიმდინარეობდა ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და სიმღერისა და ცეკვის აკადემიის ლაზიკის ერთობლივი პროექტი კოლხურ ლაზური სიმღერებისა და ცეკვის ფესტივალი, რომელიც უკვე ტრადიცია და დამკვიდრა ქალაქ ფოთში, რომელშიც მონაწილეობს არაერთი შემოქმედებითი ანსამბლები და ეს კიდევ ერთხელ მოწმობს თუ რაოდენ მნიშვნელოვანი არის ფოთის მუნიციპალიტეტისთვის კულტურული სფეროს მიმართულება, რაოდენ მნიშვნელოვანი არის ურთიერთგაცნობითი ხასიათი და რაოდენ მნიშვნელოვანი არის მიაწოდოს საზოგადოებას რეგიონში და არა მარტო რეგიონში მოქმედი შემოქმედებითი კოლექტივების მიერ შესრულებული სხვადასხვა თვალსაჩინო ღონისძიებები. დიდი მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს და დარწმუნებული ვარ და იმას ვიტყობთ, რომ აღნიშნული ღონისძიება იქნება სისტემატიური ხასიათის და ჩაერთვება გაცილებით მეტი შემოქმედებითი მიმართულების ორგანიზაცია. დღეს იყო განსაკუთრებული დღე ჩვენს ქალაქში, ჩვენს პატარა კოპწია ფოთში. მე-19-ად ჩატარდა კოლხურ ლაზური ფოლკლორის ფესტივალი და დღეს ალბათ ყველაზე მეტად ვიყავი გახარებული, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კოლექტივები თითქმის მთელი დასავლეთ საქართველო იყო ფოთში ჩამოსული ამ პატარა ქალაქში, იყო ზეიმი, იყო დღეობა, იყო ჟიამული ჩვენს ქალაქში და ძალიან გახარებული ვარ იმით, რომ ძალიან ბევრი სტუმრები გვყავდა ჩამოსულები, სასულები, ჟიურის წევრები, ბატონი უჩადვალიშვილის ხელმძღვანელობით, ალეკო ქართველიშვილის ხელმძღვანელობით, როჩა ყველაიძე, ფოთიშაჩვენი რობერტ ხორჩილავა და ყველაზე უმთავრესი, რასაც მე დიდ პატივს ვცემ და დღეს დავაფასე, ვისის ახლობითაც არის ჩვენი ფესტივალი. დღევანდელი დიპლომი გავეცით ჯანიაშვილის სახელობის დიპლომები 10 გარდაცვლილის, რომელიც იყო ჩემი მასწავლებელი თბილისში, როცა ვსწავლობდი უნივერსიტეტში და მისი ქალიშვილები იყვნენ ჩამოსულები, პატივი დაგვდეს, ჩამოვიდნენ თბილისიდან და დღეს გვესწრებოდა და დააჯილდოვეს საკუთარი ხელით მისი მამის დიპლომებით, სახელობის დიპლომებით თითოეული ანსამბლი. აი ეს იყო ჩემთვის ძალიან ყურადმისაღები და დასაფასებელი. თავად როგორ შეაწყო კოლექტივების მზადება, რა დონეზე იყო? ბევრად მე ვიტყვი პირდაპირ და მე მოწმობა ყველა ჟიურის წევრი, ყველა სტუმარი, რომ აი რაც წლები გადის, იხვეწება და სუფთავდება ანსამბლები. აი ეს არის ძალიან და მით უმეტეს სხვადასხვა ბევრი ახალი ცეკვების გამოჩნდა. კოლხურ ლაზური სიმღერისა და ცეკვის ფესტივალი ქვია. ამ ფესტივალს მე-19 წელია და თქვენ დღეს იხილეთ ახალი მეგრული ფოლკლორი. და 20 წელი უსრულდება ფესტივალს აუცილებლად მომავალ წელს გვაქვს საიუბილეო წელი. უამრავი ანსამბლი ჩამოვა. აბსოლუტურად მთელი საქართველოს კუთხეები გვეყოლება. მარტო დასავლეთ საქართველო არა. მთელი კუთხეები ყველა ქორეოგრაფიული სამყარო, ვისაც ვიცნობთ, ვიც გვიცნობს და პატივს ვცემს და მეგობრები ვართ, ყველა იქნება ფოთში.